მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად განაგრძობს არჩევნებისთვის მზადებას. მოგეხსენებათ, რომ 4 ოქტომბერს საქართველოში გაიმართება მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები. მე აქვე მინდა გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები არის საკმაოდ რთული და კომპლექსური არჩევნები და რა თქმა უნდა მოითხოვს კიდევ უფრო დიდი ყურადღებით ორგანიზებას და ადმინისტრირებას. საარჩევნო ადმინისტრაციამ შექმნა ყველა პირობა იმისთვის, რომ არჩევნები იყოს კარგად ორგანიზებული. ჩვენ ნაბიჯ მივყვებით საარჩევნო ღონისძიებათა კალენდარს, რომელიც დამტკიცებულია ამ არჩევნებისთვის და ეს არის სახელმძღვანელო დოკუმენტი არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, არამედ ყველა ჩართული მხარისთვის და ჩვენი აქტივობებით და ღონისძიებებით არის სწორედ ამ საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის ნაწილი. საარჩევნო ადმინისტრაციაში გულახდილად გეტყვით, რომ რთულია იმის წარმოდგენა, თუ რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს წინა საარჩევნო პერიოდში. ინტენსიურად ხდება დაგეგმვა ყველა დეტალის და გაწერილია სრულად ბიზნეს პროცესი. ეს არის ერთის მხრივ ელექტრონული ტექნოლოგიების მომზადება, შემდეგ უსაფრთხო ტრანსპორტირება და განლაგება, ჯერ ოლქსა და შემდეგ საუფლო საარჩევნო კომისიებში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მზადება მიმდინარეობს სწავლების თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო სილაბუსის მიხედვით, როგორც საოლქო, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიები და მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიებში, როგორც ხელმძღვანელი პირები, ასევე კომისიის წევრები გადიან მრავალეტაპიან სწავლებას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ და აღვნიშნოთ, რომ ეს სწავლება არის არა მხოლოდ თეორიულ ნაწილზე დაფუძნებული, არამედ სწავლებაში გათვალისწინებულია პრაქტიკული სამუშაოები, მათ შორის არის როლური თამაშები, მათ შორის არის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების უნარჩვევებთან დაკავშირებით უამრავი სიმულაცია, ასევე ბიულეტენების დათვლა დახარისხებაზე, შემაჯამებელი ოქმების შედგენაზე, იმ სერვისზე საუბარი, რომელსაც ისინი კენჭისყრის დღის განმავლობაში თავაზობენ ამ მომრჩევლებს, ძალიან მნიშვნელოვანია გადამზადებული კადრები, ბუნებრივია, საუბნო საარჩევნო კომისიები, როგორც წინა პერიოდში, ანუ არჩევნების წინა კენჭისყრის დღემდე პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღეს. ახლა რას აკეთებს საუბნო საარჩევნო კომისიები, მაგრამ ამასაც ვიტყვი, გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს მრავალეტაპიანი გადამზადება, საუბნო საარჩევნო კომისიები უკვე არის ფუნქციონირებს და მუშაობს არჩევნებამდე 30 დღით ადრე და ეს გახლავთ 4 სექტემბერი საქართველოს მასშტაბით დაიწყო ფუნქციონირება 3051-მა საარჩევნოუბანმა. 3051 საარჩევნოუბნიდან ალბათ გაინტერესებთ და თქვენი ალბათ შემდეგი კითხვა იქნება ის, თუ რამდენ უბანზე იქნება ელექტრონული ტექნოლოგიებით ხმის მიცემა. მოგახსენებთ, რომ 3051 უბნიდან 2284 უბანზე ამომრჩევლები კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება კენჭისყრა. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას აკეთებს ახლა საუბნო საარჩევნო კომისიები. საუბნო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების დარიგება და ასევე საინფორმაციო ფლაიერების დარიგება. უკვე დაბეჭდილია და გამოკრულია ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა ერთიანი სიები, პირველადი ვერსიები, ანუ საჯარო ვერსიები და სწორედ აი ეს ორი მნიშვნელოვანი ეტაპი, ერთის მხრივ დარიგება ამომრჩეველთა ბარათების და საინფორმაციო ფლაიერების და მეორე მხრივ აი ამ ამომრჩეველთა ერთიანი სიების გამოკრა საარჩევნო უბანზე აძლევს ამომრჩეველს იმის შესაძლებლობას, რომ საკუთარი თავი გადაამოწმოს ამომრჩეველთა ერთიან სიებში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენ იცით, რომ არსებობს სპეციალური ვადები ამასთან დაკავშირებით. დიახ. 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 კი ბატონო. ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით შეუძლიათ, რომ 16 სექტემბრის ჩათვლით მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას, ან მიმართონ სერვისების განვითარების სააგენტოს,
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლოს თავაზობს არაერთ სერვის ამ მიმართულებით. პირველი ეს არის ჩვენს ვებგვერდზე ამომრჩევლთა ერთიანი სია, სადაც შეუძლია ამომრჩევლოს რომ შევიდეს და გადაამოწმოს როგორც თავის, ასევე თავის ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია. მეორე ეს გახლავთ ძალიან მოსახერხებელი საშუალება ეს არის სწრაფი გადახდის აპარატები და ჩვენ ამას უკვე პრაქტიკაში ძალიან კარგად ვიყენებთ. სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით აქვთ ამომრჩევლებს, რომ ბანერში ამომრჩევლთა სია ასევე გადაამოწმოს საკუთარი და საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია და ასევე არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ისიც, რომ ჩვენ გვაქვს სპეციალური აპლიკაცია, რომლის ჩამოტვირთვითაც ასევე შეუძლია ამომრჩეველს, რომ ამ აპლიკაციის გამოყენებით გადაამოწმოს თავისი მონაცემები. თუ ის აღმოაჩენს, რომ და კიდევ მე ვახსენე, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიები არის გამოკრული საუბნო საარჩევნო კომისიებში და იმის სამართზე, სადაც ისინი აძლევენ ხმას, ასევე აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მივიდნენ და იქ გადაამოწმონ ეს მონაცემები. მოკლედ ძალიან მრავალფეროვანია ეს შესაძლებლობები. თუ აღმოაჩინეს უზუსტობა, ამ შემთხვევაში ამომრჩევლებს აქვთ უფლება კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ეს არის 16 სექტემბრის ჩათვლით მიმართონ ან საუბნო საარჩევნო კომისიას, ან მიმართონ სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვონ ცვლილების შეტანა საარჩევნო სიებში. ასევე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც უნდა გაუსვათ ხაზი, ეს არის გადასატანის საარჩევნო ყუთით სარგებლობა და ის ამომრჩევლები, რომლებსაც არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მივიდნენ კენჭისყრის დღეს უშუალოდ საარჩევნო უბანზე და მისცენ ხმა. აქვთ მათ იმის შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ გადასტანის საარჩევნო ყუთის სია, თუმცა აქაც არის ვადები, რომ 23 სექტემბრის ჩათვლით მათ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მიმართონ წერილობითი ან ზეპირი სატელეფონო განცხადებით საუბნო საარჩევნო კომისიას და მოითხოვონ გადასტანის საარჩევნო ყუთის სიაში გადაყვანა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების შემთხვევაში, ვადა იგივეა 23 სექტემბრის ჩათვლით მათ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ან საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართონ და მოითხოვონ ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული და მისადგომი საარჩევნო უბანი, სადაც ისინი კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას. ასე რომ ვადები არის ეს. მოუწოდებთ, ჩვენ ასევე მოწოდება გქონდა ასევე შესაბამისი ბრიფინგი. მოუწოდეთ ამომრჩევლებს, რომ გადაამოწმონ ამომრჩეველთა ერთიანი სიები, რათა შეძლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლების შეუფერხებლად გამოყენება 4 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე. დიახ. არა, დავასრულე. დიახ. დიახ. კარგად. დიახ, მოგეხსენებათ, რომ რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემო არსებობდეს, უნდა იყოს დაკვირვება და ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოიტანს შესაბამის ვადებში კანონით დადგენილ დოკუმენტაციას რეგისტრაციისთვის, სამწუხაროა ნამდვილად ის, რომ არ მოხდება თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება EUTODIR-ის მხრიდან, თუმცა შეთავაზება იყო დაკვირვების 4 ოქტომბრის არჩევნებზე, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაცია არის მზად, რომ ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც დათქმულ ვადებში და ეს ვადები გახლავთ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის 24 სექტემბერი, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის 27 სექტემბერი და მედიის აკრედიტაციისთვის ვადა არის 29 სექტემბერი, იმისათვის, რომ გავატაროთ ისინი რეგისტრაციაში. ამ დროისთვის არის უკვე დარეგისტრირებული 16 საერთაშორისო ორგანიზაცია და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, თუმცა როგორც მოგახსენეთ, ვადები ჯერ არსებობს, დღესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართება სხდომა, როგორც თქვენ იცით, სხდომაზე ხდება საკითხის განხილვა და რეგისტრაციის მინიჭება ამ კონკრეტული ორგანიზაციებისთვის, ასე რომ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ახლაც არის მნიშვნელოვანი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა ამ პროცესში. დიახ, წინა საარჩევნო გარემო დამეთანხმებით, რომ უნდა იყოს იმდაგვარი, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ შეძლოს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
როდესაც ისმის არაერთი ბრალდება, მათ შორის ისმის გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია, ხანდახან შეგნებულათაც ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, ბუნებრივია, რომ ეს პროცესს აზიანებს და საარჩევნო პროცესის მთლიანობას აზიანებს და აყენებს, ასე ვთქვათ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ამ კუთხით მე მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მედიას. მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საარჩევნო პროცესი იყოს გაშუქებული არა ინტერპრეტირების და ხანდახან შეგნებულად რაღაცის არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, არამედ მაღალი პროფესიონალური სტანდარტით, იმიტომ რომ არჩევნები საკმაოდ სპეციფიური საკითხია და ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში სწორედ მედიის საშუალებით გვაქვს, ასე ვთქვათ, ხიდი გადებული საზოგადოებასთან, თუმცა არაერთი საინფორმაციო კამპანია გვაქვს ჩატარებული, თუ რა საქმიანობს საარჩევნო ადმინისტრაცია, ჩვენ ღია და თავისუფალი ვართ ყველასთვის, როგორც ჩართული მხარეებისთვის, ასევე ამომრჩევლებისთვის და ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, მათ შორის ყველა გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის არის ღია და საჯარო და ჩვენი სხდომებით საჯაროდ გადაიცემა ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე. თუმცა ეს დამახინჯებული და ხაზი მინდა გაუსვა ხანდახან შეგნებულათაც დამახინჯებული ინფორმაცია გვაძლევს იმას, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ხდება, აღქმების საზოგადოებაში ისეთი აღქმები არის საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა ღონისძიებების ან ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, რომ ბუნებრივია მერე ეს უნდობლობას იწვევს. არც შორი არ არის იმ პერიოდიდან, როდესაც სიძულვილის ენა და თავდასხმა იყო გამოყენებული საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მათ შორის ხელმძღვანელ პირებზე. ხო, ესეც გვახსოვს. ბუნებრივია ეს პროცესს აზიანებს და მე ვფიქრობ, რომ არჩევნებში ყველა ჩართული მხარე მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით უნდა გამოირჩეოდეს და ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ იმას ხელი, რომ წინა საარჩევნო გარემო იყოს ჯანსაღი საქართველოში. ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვანი პირველი არის ამორჩეულთა სიებში საკუთარი თავის გადამოწმება, ეს სიახლე არ იყო, ასეც იყო და ასეც იქნება. მეორე და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამომრჩევლები, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, აუცილებლად უნდა იქონიონ თან ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ან ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ეს არის თავსახად და მნიშვნელოვანი ამომრჩევლებისთვის და აუცილებლად გადაამოწმონ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ასევე ის უბნები, სადაც მათ უნდა მისცენ ხმა, ჩვენ პირდაპირ გვაქვს ჩადებული მისამართი, ფოტოსურათი იმისათვის, რომ ყველა ამომრჩეველი იყოს ინფორმირებული და არჩევნების დღეს ძალიან მარტივად მოხდეს მათი გადამისამართება და მისვლა იმ საარჩევნო უბნებზე, რომლებიც მათთვის არის განკუთვნილი. ასევე მე ვახსენე, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებმა დაიწყეს საინფორმაციო ფლაიერების დარიგება, სადაც ეს ნაბიჯები დეტალურად არის აღწერილი. ეს არის სულ. ამომრჩევლებისთვის სიახლე არ არის, იმიტომ რომ განვლილ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები გამოვიყენეთ 90% უბნებში და ამ არჩევნებზეც 90% ამომრჩევლები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ეს მათთვის უკვე უცხო აღარ არის. დიახ. 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 ბატონო. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო ადმინისტრაციამ ერთბაშად არ დაიწყო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოს საარჩევნო უბნებზე. ჩვენ ეტაპობრივად საპილოტო რეჟიმში ვახორციელებდით ელექტრონული ტექნოლოგიების ინტეგრირებას საარჩევნო პროცესში. შარშან 90% ამომრჩევლებს ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ მიეღოთ მონაწილეობა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.
ჩვენ ბუნებრივია ყოველ არჩევნებზე ვსწავლობდით საქართველოში მიმდინარე პროცესებს ელექტრონულ ტექნოლოგიებთან მიმართებაში და ასევე გეტყვით იმასაც, რომ არ შეგვიწყვეტია სხვა ქვეყნებზე დაკვირვება, იმ ქვეყნებზე, რომელიც მსგავს ტექნოლოგიას იყენებენ საკუთარ პროცესში და სახსახად შეიძლება ვთქვათ. პირველი არის ის, რომ მნიშვნელოვნად მარტივდება კენჭისყრის დღის პროცედურები. იკლებს ადამიანური შეცდომები. თქვენ იცით, რამდენად სტრესულია საუბრობთ საარჩევნო კომისიაში მუშაობა, რამდენად სტრესულია კენჭისყრის დღე, საკმაოდ დამღრელი და შრომატევადი სამუშაო აქვს მათ შესასრულებელი და წარსულში ადამიანური შეცდომების გამო ხშირად გახსოვს ქონია მსგავსი სიტუაციები, სწორედ ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას უწყობს ხელს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლის დაყოვნება საარჩევნო უბანზე არის ძალიან სწრაფად აძლევს ამომრჩეველი ხმას, სწრაფად და კომფორტულად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სიზუსტე უნდა ვახსენოთ. აპარატები მუშაობს ზუსტად, შედეგებს ითვლის ზუსტად და დროულად, ეს გვაძლევს ჩვენ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით ძალიან სწრაფად, რეკორდულ დროში შარშან მაგალითად სულ რაღაც საათსა და 45 წუთში შევძელით ის, რომ მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით. ანუ ეს ყველაფერი ამარტივებს პროცესს, ზუსტ სხდის, რაც შეეხება ფარულობას, რაც თქვენ იკითხეთ, საარჩევნო ადმინისტრაციამ როგორც განვლილ არჩევნებზე ახლაც გამოიყენებს ჩარჩო ფორმას, რომელშიც იდება სპეციალური ბიულეტენი, ბუნებრივია ჩარჩო კონვერტი უზრუნველყოფს ფარულობას და იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველი მოათავსებს ფარული კენჭისყრის კაბინაში გამოსვლის შემდეგ, უпростоოდ კაბინაში მოათავსებს ბიულეტენს ჩარჩო კონვერტში გამოიტანს და თქვენ იცით, ახსენეთ თქვენც, რომ ფარულობასთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი წუხილები. საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ არჩევნებისთვის აი ეს ჭრილი, რომელზეც იყო საუბარი, რომ ფარულობა ირღვეოდა, მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვეთანხმებით ამ პოზიციას, იმიტომ რომ გამოყენებული იყო ამისათვის ჩარჩო კონვერტი, დარჩა ჩარჩო კონვერტი და კიდევ ჭრილზე დასამაგრებელი, ასე ვთქვათ, ჭრილზე ვამაგრებთ კიდევ საფარს, რომელიც აღარ მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ძალიან ახლო კადრიდანაც რომ შევძლოთ დანათება ჩარჩო კონვერტიდან ბიულეტენის მოთავსებას ელექტრონულ აპარატში, ფიზიკურად ვეღარ მოხდება ამისი დანახვა, თუმცა მაშინაც იყო ეს შეუძლებელი. საარჩევნო ადმინისტრაცია დგამს ნაბიჯებს, რომელიც არ დატოვებს სივრცეს სპეკულაციებისთვის და ჩვენთვის მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი არის ის, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები იყოს იმაზე უკეთ ორგანიზებული, ვიდრე იყო განვლილი და ყოველი მომდევნო არჩევნები იყოს მაღალი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ჩატარებული საქართველოში. დიდი მადლობა.